საქართველოში იყო ძალიან მოდური ერთი მეგრული დასახელების გვარი, რომლებიც ადამიანები ხშირად მიდიოდნენ იმ ადამიანთან, რომელიც არატრადიციული კურნალობის მეთოდით კურნავდა და არ მიდიოდნენ ტრავმატოლოგთან. გინახავს თუ არა არატრადიციული კურნალობის შედეგად განვითარებული ცრუ სახსრები შენს კლინიკურ პრაქტიკაში და როგორია ეს ცრუ სახსრები? კი, ხშირად მინახავს. ხშირად. მე ვისაც შენ გულისხმობ არ ვიცნობ პირადად, თუმცა დასავლეთშიც არის ეგეთი. ის დასავლეთში ძეზე მთავრდება თუ იაზეც იქაც? აზე. იზე? ხო, თუმცა ჩემი ოპერაციებია. ხო, თქვენ გაუკეთეთ ამ ექიმბაშ, მოდით ესე ვთქვათ, ოპერაცია და დღეს იღებს სხვა ხალხური პაციენტებს. მედიცინის მიმდევარს, ასე ვთქვათ, მოდი. მე გავუკეთე ოპერაცია ხელოვნური სახსრებით, დადის ძალიან კარგად ეხლა. თავი ვერ მოერჩინა. ხო, ვერ მოიშენდა, იცოდა თვითონ. არის ხალხური მედიცინაში რაღაც საკითხები, რომელიცაც შეიძლება მართლა ყურადღება მიაქციო და პატივისცემი. ანუ შენ გარკვეულწილად რაღაცა აღიარებას აძლევ აი ამ არატრადიციული კურნალობის მეთოდებს? რო გითხრათ, ჩავწვდი ამ ყველაფერს და განხილული მაქვს მეთქი, მოგატყუებ, არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება. მე დედი თუ არ თურმანიძე. აჰა. ხედავ შენ.